და ალიასკა და კიდევ ერთი როგორ წარმოგიდგენია კიდევ ერთი და დავასრულებ. კარგი ფილოსოფოსი, რომელსაც არანაირი განათლება არ აქვს სამედიცინო სფეროში. შეიძლება იყოს კარგი ექიმი, როგორ ფიქრობთ? ვის გულისხმობთ? ჩვეულებრივ კარგი ფილოსოფოსი, რომელსაც არანაირი განათლება არ აქვს სამედიცინო სფეროში. მე არ ვიცი ვის გულისხმობთ, თუ გაქვთ რაიმე კონკრეტული მაგალითი, იმიტომ კითხვა ვერ გავიგე უბრალოდ. კითხვა იმიტომ გამიჩნდა, როდესაც ხედავ ფეხბურთელს ენერგეტიკის მინისტრად. როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის იურისტი, როდესაც გენერალურ პროკურორს ხედავ დამნაშავედ. უსამართლობის შეგრძნება მიჩნდება, რომ საერთოდ განათლებას აზია ეკარგება. აი ამიტომ გამიჩნდა ეს კითხვა. დიდი მადლობა. თქვენ თქვით რომ არ ვიცი კომპეტენტურობის საკითხი დააყენეთ ხო სხვადასხვა მინისტრების ამაზე რა ვიცი როგორ გიპასუხოთ ახლა მე მგონი ეფექტურად მუშაობენ ისინი ეს ადამიანები და რაიმე კითხვები თუ გაქვთ მე სიამოვნებით მოვისმენ მადლობთ